მეგობრებო, უკვე გვიახლოვდება ექსკურსია, მაგრამ ფული ისევ არ შეგროვებულა. ხო ისევ მოდიხართ. მივდივართ მასწავლებელო მაიკ. მე უკვე მოგეცით. მოკლედ მეგობრებო, თქვენგან მხოლოდ 3 მომცა ფული. პატრიკმა, კოსტამ და დიმამ. დანარჩენები რას აკეთებთ? კარგით, რაიან, შეგიძლია მასწავლებელს გადააწოდო? კარგი, ლეილაც პლუსი გახდა. რაიან, გადააწოდე. მასწავლებელო მაიკ, ისე რაღაცნაირად მეგონა, რომ დაგავიწყდებოდით. ტიმურ, ასე არასდროს არ მომხდარა. აბა შემდეგი ვინ იქნება? მასწავლებელო მაიკ, მე. გოგოებო, გადააწოდეთ რა. ადექი და შენით მიეცი. კარგი, სტელო და ჟენიაც მოდიან. დიანა, შენ. აი, მასწავლებელო მაიკ, გამომართვით. დიანა, მოდი და მომეწოდე, რთული ხო არა? მასწავლებელო მაიკ, ვერ ვდგები, ფეხები ძალიან მტკივა დღეს, ძალიან. აჰა, კი, ძალიან მტკივა რა, უბრალოდ ქვედა ბოლოს ჩაცმა და გავიწყდა. ძალიან სასაცილოა, არაფერი გესმის. დიანა, ადექი. მასწავლებელო მაიკ, ამას რატომ იკეთებთ? ხომ გითხარით, ფეხები მტკივა, თუ ერთი წუთით ჩემი არ გჯერათ. დიანა, არ მომწონს სკოლაში როგორ დასაცმითაც დადიხარ, ეს კოსტუმების სწავლება არ არის. მასწავლებელო მაიკ, მაგრამ ყოველს აქვს უფლება, რომ საკუთარი თავი გამოხატონ. მართლა გონია, რომ ლედი ბანი არის. მოიცა რა, ვინ გონია თავისი თავი? მეგობრებო, ვერ ხვდები რატო იცინით? დიანა უბრალოდ თავის თავს გამოხატავს და ეს თქვენ რატო გაწუხებთ? მე რატო ბაჯიას გავს? კარგი რაიან, ჩუმად. დიანა, მინდა ვნახო დღეს სკოლაში როგორი ფორმით მოხვედი. ჩუმად. მასწავლებელო მაიკ, გინდათ რომ ნახოთ? ძალიან კარგი, აი, შეხედეთ. აი, ასე მოვედი სკოლაში, დიახ, და ეს არის ლედი ბანის ფორმა და თუ არ მოგწონთ, არ შემომხედოთ. დიანა, სკოლაში პრაქტიკულად საცვლებით მოხვედი. მასწავლებელო მაიკ, არა, ეს არის ბოდე და აი ეს შორტია. ხო, დიანა, რა თქმა უნდა, ვისაც ყვებ, ეგ შორტი არ არის. აი, უკან ბინძის იმათმა რეაქციებმა ყველაფერი ნათელი გახადა. ღმერთო ჩემო, ხვალ მე თაგვის ყურებს გავიკეთებ. ბაყაყებო, არ მოტყუდეთ, ეს უბრალოდ შოუ არის. კარგი, მეგობრებო, ჩუმად იყავით. დიანა. კარგი, ყველამ დაინახეთ, ხო რაც მოცვია. და ახლა შეეჩვიათ ამას, იმიტომ რომ ყოველ დღე მსგავსი ტანსაცმელი მეცმევა, ლედი ბანის ტანსაცმელი და აი ფული, მასწავლებელო მაიკ. მასწავლებელო მაიკ, მგონი დიანას დედას უნდა დაურეკოთ, იმიტომ რომ ჩვენი სკოლის რეპუტაციას გააფუჭებს ასეთი ჩაცმით. კი, ისედაც ვაპირებ დიანას პრობლემისთვის დარეგვას. ესე იგი ლედი ბაჯია მოდის. კიდევ ვინ დარჩა? მასწავლებელო მაიკ, მე არ მომიცია. აი, რაიან, ჩუმად რატო იყავი? არ ვიყავი, უბრალოდ ჯერ დანარჩენებს ველოდებოდი. კარგი, თითქმის მორჩა. ახლა თქვენი პრობლემები გახსენეთ და გაკვეთილის თემა ჩაიწერეთ. ჯანდაბაკნობა, გაოცებული ვარ, მთელმა კლასმა გადამიარა, მასწავლებელმა მაიკმაც კი. კარგი, ყველაფერს დასვენებაზე უფრო დეტალურად მოგიყვები. კოსტა, ამ ზაფხულს ბევრი უცნაური რაღაც უნდა გავაკეთო. დიმა, არგინა, წინა დასვენებაზე საერთოდ გაგიშდი. ხო, და არა უშავს, კიდე გავაკეთებ. დიმა, გავფრთხილებ, თუ ისე მოგიქცევი, სხვადასხვა ოთახში ვიცხოვრობთ. მიდი რა პრობლემი გადაშალე და ჩაიწერე. ხო, მეგობრები, სხვადასხვა ოთახში. მეგობრებო, შეიძლება თქვენთან ვიყო ოთახში, მეც გავგიშდები. ვინ გაგიშდება? შენ, პატრიკ? თქვენ ორი რამეზე ხო არ შეთანხმდით, დაწყნარდით, არ მინდა ამ დასვენებაზე პრობლემები. იცი რა ის, გავიაზრო რომ შენზე არასდროს დავქორწინდები. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთადაც აყვარვართ. რა, მოიცადე, როდის დავშორდით? სანამ დავშორდებოდით ხუში. რა, აი, ამაზე არაფერი გითქვამს, არ ვიცოდი რომ დავშორდებოდით. შენი ფოტო კიდევ საწოლის მაღლა მიკიდია. ხო და შეგიძლია მოვაცრო. იცი რა, აი, მართლა ჩამოვხევ, მე მეგონა რომ კარგი ადამიანი იყავი. ისე პიცა, მეც მაქვს შენი ფოტო ჩემი ლოგინის ზემოთ. რა? ხო, და მოძრობას არ ვაპირებ. მოიცა, ანუ გიყვარო? 50-50. აი, მოდი შევრიგდეთ, მიდი რა, ბიჭი ხარ, გოგო ხომ არა? მოდი შევრიგდეთ. მოიცა, კლიენტი ყავს. გამარჯობა. ეს ვინ არის? პირველ რიგში ცხელი შოკოლადი მინდა და სად შეიძლება ვიპოვო ბანის ჩრილდერები, უფრო ზუსტად მათი კაპიტანი. კარგი, ახლა. შენ ვინ ხარ და ბანი რაში გჭირდება? პიცა დაწყნარდი. მოიცადე და ახლა ყველა ვისაც შევხვდებით, უნდა გკითხონ ბანის ჩრილდერებზე? ები მქვია და ჩრილდერების ასოციაციიდან ვარ. სასიამოვნოა. გაიგონე? აქ მოვედი იმისთვის, რომ ბანი ვავარჯიშო, ხო და სად არიან? აი ცხელი შოკოლადი, შაქარი გინდა? ახლა ყველა გაკვეთილზეა, მაგრამ შესვენებაზე აქ იქნებიან. არანაირი შაქარი, ჩრილდერები უშაქროს სვავენ. კარგი. იმედი მაქვს ბანიც იმავეს აკეთებს. მხოლოდ ერთი ჩაისკოს. პიცა, ჩუმად იყავი, არ ჩაერიო. კარგი, მაშინ აქ დაველოდები. მწვრთნელი, ბანის რაში სჭირდება მწვრთნელი, მაგრები არიან. არ იქნება უბრალოდ ჩემპიონატისთვის ემზადებია. არ მომწონს, ზედმეტად მკაცრია. კარგი, შენი ნერვიულობა არა საჭირო, არ ხარ ჩრილდერი. აი, ეს ჩვენ შორის კონტაქტია? მხოლოდ მეგობრული. მეგობრული?
დიანა, რა მოხდა? გაკვეთილზე ყველა დასცინოდა ჩემს კოსტუმს. საალთისფერო ვერაფერს ხედავ. წამო, ლურჯი ვარ. მე წითელი. მოგესალმებით ყველას და რას ფიქრობთ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც გიჟურად ჩაცმულები არ არიან? ცუდ, თუ გოგოა და თუ ბიჭია, მაშინ არა უშავს. ჯული! წარმოგიდგენიათ, ერთ-ერთ მოსწავლეს ჩვენ სკოლაში დაავიწყდა, რომ ქვედა ბოლო ჩაეცვა. ხო, უბრალოდ საშინელება იყო. დიანა, ვინ იცინოდა? ყველა კნოპა, ყველა. ეს არის ის. ხო, ეს არის ბანის ჩერლდერების კაპიტანი. შოკში ვარ, დიანასგან კარგს ვერაფერს მოელი. კნოპა, ეს გესმის? ჯანდაბ, ახლა ვაჩვენებ. მომისმინეთ ვირთხებო, თქვენი საქმე არ არის. მომისმინეთ, გაჩერდით და ნუ ხარ საუბრობ ჩემს ტანსაცმელზე, სხვა საქმე არ გაქვთ? რატო აშტერდებით ლუზერებო? არც თქვენ მოგწონთ დიანას ფორმა? კარგი კნოპა, დაწყნარდი. ჩვენ მოგვეწონა. ბიჭებო, რა? მოგწონთ არა? ეს როგორ მოგწონთ? ამას ვამბობ ზუსტად დიანას ტანსაცმელი ყველა სხვადასხვანაირად ვნებს. ხო და ფერი აი თვალს ამოგთხრის. მისმენთ ვირთხებო ამაზე საუბარს თუ არ შეწყვეტეთ, ხვალ საერთოდ ტანსაცმლის გარეშე მოვალ. არ წაგიკითხავთ ზღაპარი იმპერატორის ახალი ტანსაცმელი? ო, ზუსტად, აი ასე უნდა გამოხადო შენი პიროვნება. კარგი, ამიტომ პირი დახურეთ და ერთი სიტყვაც არ გავიგო ჩემს ფორმაზე. ამას გადავუგზავნი ტანსაცმელების ჟურნალს და შერცხვება მერე დიანას. ხო, ან იქნებ არაფრის არ ცხვენია. ხო, სულ დაკარგა ყველანაირი შიში. გოგოებო, ისე უკვე პატარა თაგვებით იქცევით და არა ნამდვილი ვირთხებივით. რაიან არ მესმის, დიანას მხარეს ხარ? გეუბნები, აქედან წადი, სანამ კეთილი ვარ. არა, არანაირი თაგვების არ მეშინია. სმაილ, ყურები მოიხსენი. შენ რამით გაწუხებს? არ გვაწუხებს, მაგრამ რაღაც უცნაურია. შეგიძლიათ უბრალოდ ყურებს ყურადღება არ მიაქციოთ. ახლა რო დიანა შემოვიდეს და დაინახოს, რომ ყურები არ მიგეთია, ისევ მეჩხუბება და დავშორდებით. ეს მართლა გინდათ, ამიტომ უბრალოდ არ მიაქციოთ ყურებს ყურადღება და ვარჯიში დავიწყოთ. უკვე სმაილის ბაჭია გახდა. ხო, კალათბურთელი ბაჭიის ყურებით. კიდევ ერთ სიტყვა სიტყვით ჩემ ყურებზე და ყველას მოგიწევთ ასეთები გაიგეთოთ და მე ყურდღელი კალათბურთელები ვიქნებით. გასაგებია. ასეთი სულელია, მართლა ეგონათ, რომ ფორმების მოცემით ჩვენ დაგვიმორჩილებდნენ? გამარჯობა, მე ები ვარ. ვინ? თქვენი ახალი მწვრთნელი, ები. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ბანის ჩერლდერებო. ჩვენ ბანი არ ვართ. ბაყაყები ვართ და მწვრთნელი არ გუჭირდება. რა უხეშები არიან? ყოველთვის ასე არიან. არ მესმის, არასწორ ადგილას ვარ, აქ ბანის ჩერლდერები არ არიან? კი, არიან, სადღაც აქ. თქვენ ჩერლდერების მწვრთნელი ხართ? დიახ, ჩემპიონების მწვრთნელი ვარ, საუკეთესოებს ვწვრთნი მხოლოდ. ვაუ! ვა, მაგარია და თუ გინდათ დავუძახოთ. საალთისფერო არ ჩაერიო. რა იყო დიმა? მინდა რომ ბანის პრობლემები გქონდეთ. მოიცა ბაჭიებს ახალი ტრენერი ყავთ. ეგ კარგი რაღაცაა. გამარჯობა დიანა, ჩერლდერების მწვრთნელი გეძებთ. მწვრთნელი არ ყავთ? კი, ახლა ყავთ. ები, არასწორად გაგვიგე. გინდა რომ ჩვენი მწვრთნელი იყო? თქვი რომ მხოლოდ ჩემპიონებს წვრთნი? ხო, ჩვენ თითქმის ჩემპიონები ვართ, საუკეთესო ჩერლდერები ამ სკოლაში. კომბეშოებო, არ მოიტყუოთ. მზად ვართ რომ ვარჯიში ახლავე დავიწყოთ. თქვენ ჩემპიონებს არ გავხართ, თან მწვანე ხართ. ხო, რა თქმა უნდა, ბაყაყები ვართ. კარგი მწვრთნელიო, გვეხუმრები? გოგოებო, მაგას არასდროს ვაკეთებ. ხო, ასე არ იცევა. აი თქვენი ტრენერი. გამარჯობა გოგოებო, მე ჩერლდერების მწვრთნელი ვარ, ები. გამარჯობა? და რაში გჭირდება ჩერლდერების მწვრთნელი? ისედაც კარგად ვართ. ბანის ჩერლდერებმა ძალიან კარგად შეასრულეს ყველაფერი წინა შეჯიბრზე, ამიტომ გამომგზავნეს, რომ თქვენ ჩემპიონები გაგხადოთ. ვაუ, მაგარია, შვენიერი. კარგი გოგოებო, შეგიძლიათ ცხელი შოკოლადი დალიოთ, ოღონდ თითო-თითო და არანაირი შაქარით. მე გავაგრძელოთ. მომწონს ეს მწვრთნელი? რა გავაგრძელოთ? დღეს ვარჯიში არ გვაქვს. მინდა რომ გნახოთ როგორ ვარჯიშობთ და თქვენს გუნდს შევხვდე. ფორმები რატომ არ გაცვიათ? გუნდს, ხო, დღეს ყველა არ ვართ აქ. და ფორმა გარეცხილია, ახლა შრება. აი, ცხელი შოკოლადი და არანაირი შაქარი. ები, ჩვენ ყოველთვის გვაცვია ფორმა. თან არ ვიხდით საერთოდ. ფორმები თუ ბანაობთ. ჟენია, რას ლაპარაკობ? ჯანდაბა ძალიან მიხარია. ახლა ბანის სიამაყის დრო არ ექნება ეს მწვრთნელი იმდენად ამუშავებს, რომ გადაღლილები იქნებიან. საალთისფეროს ხვისი უბედურება ნუ გიხარია. ეს უბედურება არ არის, ისინი ჩემპიონები გახდებიან. გოგოებო, აი თქვენი უშაქრო ცხელი შოკოლადი. მადლობა პიცა.
შაქარი არ აქვს, შეგიძლიათ დალიოთ. არც ისე იღბლიანები ხართ. მადლობა. მწვრთნელოები, ყოველთვის ჩვენ საჭმელს ყოველთვის ასე გასინჯავთ? კი, მანამ სანამ ჩემს ჩემპიონებში დარწმუნებული არ ვიქნები. 3 წუთი გაქვთ. 3 წუთი სადამდე? ახლა მოვედით. 3 წუთი გაქვთ ვარჯიშამდე. კაცრია, მაგრამ ძალიან მომწონს. ჩვენც გვჭირდება მწვრთნელი. არა, ისედაც ჩემპიონები ვიქნებით. აბა გოგოებო, მაჩვენეთ თქვენი სპორტ დარბაზი. დიახ, მწვრთნელოები. ჩერილდერებს ახალი მწვრთნელი ყავთ, ეს უნდა დავწერო. გოგოებო, თქვენ ყველანი ძალიან დაინტერესებულები ხართ ბაჭიების ცხოვრებით. რაიან, მომისმინე, ლეილა არის ამ სკოლის ჟურნალისტი და ყველაფერი გვაინტერესებს, რაც ამ სკოლაში ხდება. გაიგე? ლეილა, რამე ხომ არ დამოვიწყდა? არა. კარგი. თავგვები. ბიჭებო, იმ გოგონას უყურებთ, რომელსაც ქვედაბოლო დაავიწყდა? კარგით, რა სასაშინელი საქციელია, თან როცა ჩვენ აქ ვდგავართ, მაშინ უყურებთ. ჯული, ვერ ხვდები გაკურებული რატო ხარ? თვითონ მიმატოვე. ხო, ჯიჯი, შენც მიმატოვე. ამიტომ ვისაც გვინდა იმას შევხედავთ. ესეც უნდა ჩავიწერო, ლუზერები დაშორდნენ ვიღაც გოგოს გამო, რომელსაც არასვია ქვედაბოლო. მაგრამ ლეილა, სხვა მიზეზის გამო დაშორდნენ. ხო, მაგრამ ასე უფრო საინტერესოა. კარგი, ვხედავ რომ სპორტ დარბაზი ცუდი არ არის. რამდენი რაღაც მაქვს აქ გასაკეთებელი. მწვრთნელოები. აი, ეს არის ჩვენი ფორმა. ვხედავ რომ თქვენი ფორმა ძალიან გადარდებთ, არა? დიახ, თან ახალია. კნოპა. და ეს ყურები თქვენი ფორმის ნაწილია? მწვრთნელოები, ეს ყურები ჩემი იმიჯის ნაწილია. მე ლედი ბანი ვარ. ჯობია მის ყურებს არ შეეხოთ, ბრაზდება. კარგი, მაგას მე გავარკვევთ, მაგრამ ამას როგორ ახსნით? მხოლოდ ერთი ადამიანი ვარჯიშობს პომპომებით? რა? მწვრთნელოები, ყველას გქონდა პომპომები. ზოგს დარჩათ სადღაც, ზოგმა დაკარგა. ხო, მაგრამ არ ინერვიულოთ, კიდევ ბევრს შევუკვეთავთ. ხო, რა თქმა უნდა, ახალი ყველასთვის. ახლა მაჩვენეთ რა შეგიძლიათ. რა შეგვიძლია? ახლა? გოგოებო, რა შვებით? არ გინდათ გავისიარდნოთ. ახალი მეგობარი ყავთ? გამარჯობა, მე მაქსი ვარ. ეს ჩვენი ახალი მწვრთნელი არის ები, ჩუმად მაქს. ხო, სხვათა შორის ძალიან მკაცრია. გოგოებო, ჩერილდერობის დროს არ შეიძლება ურთიერთობები. ბიჭებო, აქედან გადით. ბიჭებო, გარეთ დაგველოდეთ. ჩვენც შოქში ვართ, სმაილ. ტრენერები ნახობს. კარი დახურეთ და ახლა გოგოებო, მაჩვენეთ, აბა, რა შეგიძლიათ? კარგით, მწვრთნელოები. ბავშვებო, შოქში ვარ, ახლა ახალი მწვრთნელი ყავს, ები და მგონი ძალიან კეთილი არ არის. კარგი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და ვაჩვენოთ მას ჩვენ რა შეგვიძლია. წავედით, კარგად. კნოპა ჩქარა. ვერ გხედავთ. G A M A R J V E B A. ხელები უფრო მაღლა, მუხლები არ მოხაროთ, მეტი დინამიკა. გოგოებო, ხელები უფრო მაღლა თქო, მეტი დინამიკა, გოგოებო. აი მე არ მესმის არაფერი, ეს რა არის? ბანი მაგარია, ბანი საუკეთესოა. დავივარდე. დირთხებო, ამაზე საუბარს თუ არ შეწყვეტეთ, მაშინ ხვალ მოვალ? რაო. ვი? კარგი, თუ გინდა დავუძახებ. საათისფერო არ ჩაერია. რა მოხდა იმამე, უბრალოდ მინდა რომ ბანის ჩვენი გუნდის გაცნობა უნდა, დღეს სრულად არ ვართ. ხო და ფორმებიც გაირეცხა, სველია.